პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არ გამოსულა ვინმე თქვენთან? არა. საერთოდ ყურადღებას არავინ არ გვაქვს. არა. აქ გამი როგორ ჩერდებით ესეთი ცივეში ბატონო? აი ეგრე, აი აქ ვიყავი, აი დაგვრბი. აი აქ ვიყავი გამი. აი აქ ვიყავი გამი, აი აქ. ჯერ დღეს ახლა მოვიდა ყველა თითქმის ახლა იყო გარდა რუსტავიორისა და იმედის. სულ ყველა აქ ახლა. ტელევიზიებზე არ გეკითხებით ხელისუფლების მხრიდან ვინმე? ხელისუფლების მხრიდან არც ერთი. სრული იგნორირება. სრული იგნორირება. უყურადღება. აბუჩა დაგდება. ისეთი ცინიზმით ერთადერთმა ეს იყო შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროდან, რომ თქვენ მაქსიმუმი ჰქონდათ 135 ლარი 100%-ით გაზრდა, როდესაც მე მქონდა და აგერ არის ჩემი ფინაები და ჩემი მეგობრები, თითქმის 1000 მანეთი და მანეთი უფრო მეტი ძვირი იყო ვიდრე დოლარი, ეს ყველა მიცით. 60 იყო, 60 კაპეიკი 1 დოლარი. რამდენი გაქვთ ახლა პენსია თქვენ? პენსია მე როგორც ხომალდის მეთაურს და ჩვენ ჩვენს მაქსიმუმი არის 125 და მინიმუმი არის 90 ლარი ერთი წუთით. ჯამში არის საშუალოდი არის 108 ლარი. ეხლა ბატონ სააკაშვილმა იცხოვროს იმ 100 ლარით, როცა 5 წუთის განმავლობაში შედის ბაზარში და 90 ლარს იქ 5 წუთის განმავლობაში არ ენებს. მე კი მეუნება რომ 108 ლარი თელი თვე უნდა ვიცხოვრო და თელი ოჯახი. ამ ხრის განმავლობაში როგორც ვიცი არაერთი წერილი გააგზავნეთ სხვადასხვა სამინისტროში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. რამე გამოხმაურება მიიღეთ ამ წერილებისგან? 1000-ზე მეტი. კიდევ გეუბნებით ჩვენ გვაქვს. თელი ამ ხელა დასტა ამ იმის წერილების რომ კი ბატონო ჩააბარეთ წერეთ და იკითხეთ შევარდნაძე რო ლაპარაკობდა. აი ზუსტად ასე გამოდის. შევდივართ, ვაძლევთ ამ წერილებს, ამ განცხადებებს, ამ მოთხოვნებებს, კაცი შვილი ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევს. თითო გამოვიდნენ, მაშინ ზესპასა, პასტაველი მოვიდნენ 12-15 პოლიციელები აკარში. დოკუმენტი აკნალი ბატო, почему? საქართველოს ფრინავთა ასოციაციის ეს არის ზვიადის პირადი ფრინავი არის, ზვიადთა პირველ პრეზიდენტის პირადი ფრინავია ეს. ეს საწყალი ჩვენ 80 წლის ელი დამოეთრაველი. და გასულჟენი პილოტი რა არის კაცი. მე ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი, მოვიგე 5 სასამართლო პროცესი. რისთვის ჭირდება საქართველოში სასამართლო სისტემა თუ არ ჭირდება? მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. მე ზადავარ. ზადავარ ბატარეკას ადიეცეთ. მაგრამ ასეთი სამარცხვინო პენსია თუ ამათ პენსია ქვია და კომპენსაცია მე არ მინდა. მე მომცენ ის რაც მე დავიმსახურე. სასომხეთში და რამდენი უნდა იყოს ეს? სამსომხეთში 850 დოლარია პენსია. აზერბაიჯანში 1300, უკრაინაში 1000-მდე, რუსეთში მარტო ჩვენთან არის. დოლარები.